ამ მდინარესთან მსურს დარჩენა, ფიქრობდა ზიდჰარტა. ეს ისაა, საიდანაც ბავშვა ადამიანებისაკენ მიმავალ გზას დავადექი. თავაზიანმა მებორნემ დამაკვალიანა მაშინ. მინდა მივიდე მასთან. მისი ქოხიდან დაიწყო ოდესღაც ჩემი გზა ახალ ცხოვრებაში, რომელსაც ხანმა უწია და მკვდარია. დაე ჩემმა ახლანდელმა გზამაც ახლანდელმა ცხოვრებამაც აქ პოვოს სათავე. ალერსით ჩასცქეროდა იგი მდინარე წყალს, მის გამჭვირვალე სიმწვანეს, მისი იდუმალებით ახსავსე გამოსახულების კრისტალურ ხაზებს. ხედავდა სიღრმიდან ამომავალ ნათელ მარგალიტებს, ზედაპირზე ჩუმად მოცურავე ჰაერის ბუშტებს, ცის ლაჟვარდს მასში აღვიჯდილს. 1000 თვალით მისჩერებოდა მას მდინარე, მწვანით, თეთრით, კრისტალურით, ლაჟვარდოვანით. როგორ უყვარდა მას ეს წყალი, როგორ ხიბლავდა, როგორი მადლიერი იყო მისი. გულში ხმა ელაპარაკებოდა ზიდჰარტას და იგი, ახლად გამოღვიძებული ეუბნებოდა, გიყვარდეს ეს წყალი, დარჩი მასთან, ისწავლე მისგან. დიახაც, სურდა ზიდჰარტას მისგან ესწავლა, სურდა, მისთვის ყური ეკდო, ვინც ამ წყალს და მის საიდუმლოებებს შეიცნობს, ასე ეჩვენებოდა მას, იგი ბევრ სხვა რამესაც შეიცნობს. ბევრ საიდუმლოს, ყველა საიდუმლოს. მდინარის საიდუმლოებათაგან მხოლოდ ერთს ხედავდა დღეს, მისი სული რომ დაეპყრო. ხედავდა ეს წყალი მიედინებოდა და მიედინებოდა, განუწყვეტლივ მიედინებოდა და მაინც სულ აქ იყო, მუდამ და ნებისმიერ დროს იგივე და მაინც ყოველ წამს ახალი. ვინც მდინარეს ჩასწვდებოდა, ვინც მას გაუგებდა, იგი ვერ ხვდებოდა, ვერ სწვდებოდა მას, მხოლოდ გუმანის თრთოლა შერეულ მოგონებებს, ღვთიურ ხმებს გრძნობდა. ზიდჰარტა წარმოიმართა. აუტანელი გამხდარიყო შიმშილის შემოტევა მის სხეულში. ცნობის მოყვარეობით ახსავსე გაუდგა გზას. აღმა, დინების საწინააღმდეგოდ, აუყო მდინარის პირა ბილიქს. უგდებდა ყურს დინებას, უგდებდა ყურს აღმოვლებულ შიმშილს საკუთარ სხეულში. როდესაც საბორნეს მიაღწია, იქვე დახვდა ბორანიც, ხოლო იქ ისევ ის მებორნე იდგა, რომელმაც ოდესღაც ყრმა სამანა მდინარეზე გადაიყვანა. იცნო იგი ზიდჰარტამ, ძალზე დაბერებულიყო. გადამიყვან იქით? კითხა ზიდჰარტამ. გაუცდა მებორნე, ასეთი დიდგვაროვანი კაცი მარტო ფეხით მომავალი რომ დაინახა. ჩასვა იგი ნავში და ბიძგით მოაშორა ნავი ნაპირს. კარგი ცხოვრება აგირჩევია შენთვის, თქვა მგზავრმა. კარგი უნდა იყოს ყოველდღე ამ მდინარეზე ცხოვრება და ცურვა. ღიმილით ირწეოდა მენიჩბე. კი, კარგია ბატონო, შენი თქმისა არ იყოს, მაგრამ განა ყოველი ცხოვრება და ყოველი შრომა კარგი არ არის? შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ მე შენი საქმის გამო მშურს შენი. შენ ალბათ სულ მალე დაგაკარგებოდა ამ საქმის კეთების სურვილი. შენნაირ ლამას სამოსში გამოწყობილი კაცისთვის ეს არაფერია. ზიდჰარტამ გაიცინა. დღეს ერთხელ უკვე განმიკითხეს ჩემი ტანსაცმლის გამო. უნდობლად განმიკითხეს. არ გინდა მებორნევ ეს სამოსი თავი, რომ მომაბეზრა მიიღო ჩემგან? რადგან მინდა იცოდე, მე არ მაქვს ფული, ბორნის საფასური რომ გადაგიხადო. ხუმრობს ბატონი, გაიცინა მებორნემ. მე არ ხუმრობ, მეგობარო, შემომხედე. შენ ერთხელ უკვე გადამიყვანე შენი ნავით ამ მდინარეზე სამოწყალოდ. ქენი დღესაც ეს სიკეთე, სამაგიეროდ კი მიიღე ჩემი ტანსაცმელი. და მერე ბატონს უტანსაცმელოდ სურს გზის გაგრძელება? ყველაზე მეტად გზის გაგრძელებას არ ვისურვებდი. ჩემთვის ყველაზე კარგი ის იქნებოდა მებორნევ, ერთ ძველ წინსაფარს თუ მომცემდი და შენს დამხმარედ დამაყენებდი. უფრო სწორად შენს შეგირდად, რადგან ჯერ ნავის მართვა არ მაქვს ნასწავლი. დიდხანს მაძიებელი თვალებით შესცქეროდა მებორნე უცხოს. ახლა კი გიცან, თქვა მან ბოლოს. ერთხელ ჩემს ქოხში გეძინა. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, ალბათ 20 წელი მაინც. მდინარეზე გადაგიყვანე და ჩვენ კარგი მეგობრები ვით დავშორდით ერთმანეთს. შენ სამანა არ იყავი? ვეღარ ვიხსენებ შენს სახელს. ზიდჰარტა მქვია და სამანა ვიყავი. ბოლოს რომ ვნახეთ ერთმანეთი. მაშ კეთილი იყო შენი გამოჩენა ჩემთან ზიდჰარტა. ვაზუდევა მქვია მე.
იმედი მაქვს დღესაც ჩემი სტუმარი იქნები ჩემს ქოხში დაიძინებ და მომიყვები საიდან მოდიხარ და რად მოგბეზრებია ეს შენი ლამაზი ტანსაცმელი. მიაღწიეს მდინარის შუაგულს, ვაზუდევამ ღონივრად მოუსვა ნიჩბები, დინების საწინააღმდეგოდ რომ გაეცურათ. შვიდად მუშაობდა იგი თავის ჯანიანი მკლავებით, ნავის წვერზე მზერა მიბჯენილი, სიდჰარტა იჯდა და შესცქეროდა და იხსენებდა მისი სამანობის ბოლო დღეს, როგორ აღიძრა მის გულში სიყვარული ამ კაცის მიმართ. მადლიერებით მიიღო მან ვაზდუევას მიპატიჟება, როდესაც ნაპირს მიადგნენ, ნავის პალუზე მიბმაში დაეხმარა მებორნეს. შემდეგ ქოხში შეიპატიჟა მებორნემ ზიდჰარტა, შესთავაზა მას პური და წყალი და ზიდჰარტაც მადიანად შეექცა. მადიანად ვერ მიირთვა ვაზუდევას მიწოდებული მანგოს ნაყოფიც. მზე გადაწვერილიყო უკვე, ჩამოსხდნენ მდინარის ნაპირას ხის მორზე და ზიდჰარტა მოუყვა თავის წარმომავლობასა და ცხოვრებაზე. როგორც იდგა იგი სასოწარკვეთის ჟამს, წარმოუდგა თვალწინ, გვიან ღამემდე გაუგრძელდა მას თავისი ამბის თხრობა. დიდი ყურადღებით უსმენდა მას ვაზუდევა, მდუმარედ ისრულტავდა იგი ზიდჰარტას წარმომავლობისა და ბავშვობის ყველა სწავლების, ყველა ძიების, ყველა სიხარულისა და ყველა გაჭირვებების ამბებს. ეს იყო მებორნის ერთ-ერთი უდიდესი სიქველეც. ცოტავინმეს თუ გაეგებოდა მოსმენის ხელოვნება ისე როგორც მას, მთხრობელი განაგრძობდა. თავად სიტყვის ამოუღებლად, როგორ შთანთქავდა ვაზუდევა მის სიტყვებს, ჩუმად ღიად მომლოდინედ ისე, რომ ერთსაც არ კარგავდა, ერთსაც არ ელოდებოდა სულსწრაფად, ერთი ქება ანაუგიარდა სცდებოდა, მხოლოდ უსმენდა. ზიდჰარტა გრძნობდა, თუ რა ბედნიერებაა მიენდო ასეთ მსმენელს, მის გულში ჩაწნა შენი ცხოვრება, შენი ძიება და ტანჯვა. თხრობის ბოლოს კი, როდესაც ზიდჰარტა მდინარის პირას მდგომ ხეზე თავის დაცემაზე წმინდა ომზე ყვებოდა და კიდევ იმაზე თუ როგორ იქნო მდინარის სიყვარული ჩათვლების შემდგომ, გაორკეცებული ყურადღებით უსმენდა მას მებორნე, თვალები დახუჭული, თხრობისთვის სრულიად თავმიცემული. როდესაც ზიდჰარტა დადუმდა და ხანგრძლივმა სიჩუმემ დაისადგურა, თქვა ვაზუდევამ: ისეა, როგორც ვფიქრობდი, მდინარე გელაპარაკებოდა. შენი მეგობარიცაა, შენც გელაპარაკება ის. ეს კარგია, ეს ძალზედ კარგია. დარჩი ჩემთან ზიდჰარტა, ჩემო მეგობარო. ერთ დროს ცოლი მყავდა, ერთმანეთის გვერდით იდგა ჩვენი საწოლები. დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. დიდხანს მომიწია მარტო ცხოვრება. ახლა კი შენი ცხოვრე ჩემთან, ადგილი და სარჩო საკმარისია ორივესათვის. მადლობელი ვარ შენი, თქვა ზიდჰარტამ. მადლობელი ვარ და თანახმა. და კიდევ იმისთვის გმადლობ ვაზუდევა, ასე კარგად რომ მომისმინე. იშვიათია ისეთი ადამიანი, რომელმაც იცის, თუ რა არის მოსმენა. მე არავინ შემხვედრია, ვინც შენსავით იცოდეს ეს. აი ამასაც ვისწავლი მე შენგან. შენ ისწავლი ამას, თქვა ვაზუდევა, მაგრამ არა ჩემგან. მოსმენა, მე მდინარემ მასწავლა და შენც მისგან ისწავლი. ყველაფერი იცის მდინარემ, ყველაფრის სწავლა შეიძლება მისგან.